ნომერი 11. რგვალი მაგიდის გარშემო 7 ადამიანი ზის. ამ ადამიანთა შესახებ გამოთქმული შემდეგი წინადადებებიდან რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი. ყველა ერთი და იმავე ასაკის არის პირველი გამონათქვამი. შეიძლება იყოს ყველა ერთი და იგივე ასაკის, შეიძლება ყველა განსხვავებულიც იყოს. ხო? ამიტომ ეს აუცილებლად ჭეშმარიტი არ იქნება. ყოველი ორი ასაკის ერთმანეთისგან განსხვავებულია. ყოველი ორი ასაკის რო ერთმანეთისგან განსხვავებულია, არ ვიცი, შეიძლება ყველა ერთი და იგივე ასაკის იყოს, მაგალითად 20 წლის, 20 წლის იყოს, 21 წლის და ასე შემდეგ. ამას ზუსტად ვერ ვიტყვით. ამიტომ მეორეც ყოველთვის ჭეშმარიტი არ არის. ერთმანეთის მეზობლად სხდომი რომელიღაც ორი ადამიანის ასაკთა ჯამი კენტია. რო განვიხილოთ ასეთ შემთხვევა, რომ ყველა სხდომი ადამიანის ასაკი არის ლუწი რიცხვი. ამ შემთხვევაში არც ერთის გვერდ-გვერდ სხდომი ასაკთა ჯამი არ იქნება კენტი. ამიტომ ესეც აუცილებლად ჭეშმარიტი არ არის. გვერდ-გვერდ სხდომებიდან რომელიღაცას ასაკთა ჯამი რო კენტია. ანუ შეიძლება მივიღოთ, რომ ყველა გვერდ-გვერდ ჯდომის ასაკის ჯამი ლუწია. ერთმანეთის მეზობლად სხდომი რომელიღაც ორი ადამიანის ასაკთა ჯამი ლუწია. რომელიღაც ორი ასაკთა ჯამი უნდა იყოს ლუწი. ლუწი რო იყოს, ან კენტს უნდა დაუმატოთ კენტი, ან ლუწს უნდა დაუმატოთ ლუწი, ხო? რომ მივიღოთ ჯამში ლუწი რიცხვი. მოდი განვიხილოთ, თუ შეგვიძლია ისე დავსვათ, განვალაგოთ ადამიანების ასაკები, რომ კენტი ვერ მივიღოთ, კი არა და ლუწი ვერ მივიღოთ, რომელიღაცა ორის გვერდ-გვერდ ჯდომის. პირველი ასაკი თუ კენტია, მის გვერდის ჯდომის ასაკი უნდა იყოს ლუწი, რომ ჯამში კენტი მივიღოთ. შემდეგ ისევ კენტი უნდა იყოს, შემდეგ ისევ ლუწი, შემდეგ ისევ კენტი, შემდეგ ისევ ლუწი, შემდეგ ისევ კენტი. და უკვე ეს ორი ადამიანი გვერდ-გვერდ აღმოჩნდება, რომ ორივეს ასაკი იქნება კენტი. კენტს დაუმატებთ კენტს და მივიღებთ ლუწს. ამიტომ ეს წინადადება არის ჭეშმარიტი. ყოველთვის მივიღებთ ამას. საპირისპირო შემთხვევა რო განვიხილოთ, საპირისპირო რა იქნება? დავიწყოთ ჩვენ კენტიდან. პირველი რო იყოს ლუწი, მეორე უნდა იყოს კენტი, მესამე ლუწი, მეოთხე კენტი, მეხუთე ლუწი, მეექვსე კენტი და მეშვიდე იქნება ისევ ლუწი. და ისევ აქ მივიღებთ პირველი და მეშვიდე ორივე იქნება ლუწები, ხო? და ლუწს რო დაუმატებთ ლუწს, მივიღებთ ისევ ლუწს. ანუ ეს D პასუხი აუცილებლად ჭეშმარიტია, რომ რომელიღაცა ორის ასაკთა ჯამი აუცილებლად ლუწ რიცხვს მივიღებთ. მოდი პასუხიც განვიხილოთ. 7-ვე მათგანის ასაკთა ჯამი 7-ის ჯერადია. ეგეც შეიძლება იყოს, შეიძლება არა, ხო? შეგვიძლია ავიღოთ, შევარჩიოთ რიცხვები ისე, რომ 7-ის ჯერადი მივიღოთ ასაკთა ჯამი, შეგვიძლია რიცხვები ისე შევარჩიოთ, რომ 7-ის ჯერადი არ მივიღოთ. მაგალითად 6 ადამიანის ასაკი იყოს 7 წელი, 6 × 7 = 42 და მერვეს ადამიანი იყოს 8 წელი. ამათი ასაკთა ჯამი ცხადია 7-ის ჯერადი აღარ იქნება. ამიტომ პასუხი არის D. ნომერი 12. მართკუთხა პარალელეპიპედის დიაგონალის შუა O წერტილი, იხილეთ ნახაზი, ამ პარალელეპიპედის წახნაგებიდან დაშორებულია 2 სმ, 3 სმ და 5 სმ ტოლი მანძილებით. იპოვეთ ამ პარალელეპიპედის მოცულობა. პარალელეპიპედის მოცულობა რო ვიპოვოთ, უნდა ვიცოდეთ
ამ პარალელეპიპედის განზომილებებია, ანუ სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. მოცულობა არის ამ სამი განზომილების ნამრავლი. ანუ სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და გამრავლებული სიმაღლეზე. თუ აღვნიშნავთ ამას A, B, C-ი. რა ვიცით? ეს პარალელოგრამის შუა წერტილი, ამ დიაგონალის შუა წერტილი დაშორებულია წახნაგიდან 2 სანტიმეტრით. ანუ მართობი რო დაუშვათ ჩვენ ამ წახნაგამდე მანძილი იქნება 2 სანტიმეტრი. მეორე წახნაგზე იქნება 3 სანტიმეტრი და მესამე წახნაგზე იქნება 5 სანტიმეტრი. ახლა ეს 2 სანტიმეტრია წინა წახნაგამდე, უკანა წახნაგამდეც რო გავაგრძელოთ, ისევ 2 სანტიმეტრი იქნება. ანუ ეს B წიბო თლიანად გამოვა 2 + 2 4 სანტიმეტრი. ანალოგიურად 3 სანტიმეტრი აქეთ იქნება მარცხენა წახნაგზე, 3 სანტიმეტრი იქნება მარჯვენა წახნაგზე. ამიტომ ეს A წიბოს სიგრძე გამოვა 6 სანტიმეტრი. რადგან ისევ და ისევ დიაგონალის შუა წერტილია. ანალოგიურად ზემოთა და ქვემოთა წახნაგებზე 5 სანტიმეტრი ზემოთ იქნება, 5 სანტიმეტრი იქნება ქვემოთ, ხო? ამიტომ C წიბოს სიგრძე გამოვა 10 სანტიმეტრი. და დავითვალოთ ახლა მოცულობა. ვეტოლი იქნება 6 გამრავლებული 4-ზე გამრავლებული 10-ზე. ანუ სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და გამრავლებული სიმაღლეზე. 6 × 4 არის 24, 24 × 10 არის 240. ანუ 240 სანტიმეტრ კუბი იქნება ამ პარალელეპიპედის მოცულობა. პასუხი იქნება E. ნომერი 13. კლასის უკლებლივ ყველა მოსწავლემ შეასრულა საგამოცდო ტესტი. დიაგრამაზე ყოველი შესაძლო ქულისთვის მოცემულია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც მიიღეს ეს ქულა. ტესტი ითვლება ჩაბარებულად, თუ მოსწავლემ დააგროვა სულ მცირე 5 ქულა. დიაგრამის მიხედვით დაადგინეთ ამ კლასის მოსწავლეთა მთელი რაოდენობის რამდენმა პროცენტმა ვერ ჩააბარა ტესტი. გვაქვს დიაგრამა. მოსწავლეთა რაოდენობა არის ვერტიკალურ ღერძზე, ქულების რაოდენობა არის ჰორიზონტალურ ღერძზე, ხო? დავითვალოთ ახლა რამდენმა ვერ ჩააბარა. 0 ქულა აიღო ერთმა მოსწავლემ, ხო, რადგან ეს სვეტი არის 0-სა და 2 შორის. ანალოგიურად 1 ქულა ერთმა მოსწავლემ აიღო, 2 ქულა აიღო ერთმა მოსწავლემ, 3 ქულა აიღო 2-სა და 4 შორის უბრალოდ შუაში რადგან არის 3 მოსწავლემ, 4 ქულა აიღო 6-მა მოსწავლემ. ანუ ტესტი ჩაბარებულად ითვლება, თუ სულ მცირე 5 ქულა უნდა დავაგროვოთ, ხო? დააგროვა 5 ქულა. ანუ ამ მოსწავლეებმა ვერ ჩააბარა. რამდენია ეს? 1 + 1 + 1 + 3 + 6. 3, 9, 12. ანუ 12-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. ახლა დავითვალოთ რამდენმა ჩააბარა. 5 ქულა მიიღო 8 მოსწავლემ, ხო? 6 ქულა მიიღო 7-მა მოსწავლემ, 7 ქულა მიიღო 5-მა მოსწავლემ და 8 ქულა მიიღო 4-მა მოსწავლემ, 9 ქულა მიიღო 2-მა მოსწავლემ, 10 ქულა მიიღო 2-მა მოსწავლემ. შევკრიბოთ ეს რიცხვებიც. 800 + 7 არის 15, 15 + 5 არის 20, 20 + 4 24, კიდე 2 26 და 28. ჩაუბარებია სულ 28 მოსწავლეს. რა უნდა გავიგოთ ჩვენ? ამ კლასის მოსწავლეთა მთელი რაოდენობის რამდენმა პროცენტმა ვერ ჩააბარა. ანუ 12-მა ვერ ჩააბარა
და 28-მ ჩააბარა. სულ არიან 40. ხო? 12 პლუს 28 არის 40. თლიანი რაოდენობა არის 100% ყოველთვის. 40 არის 100%, რო ვერ ჩააბარა არის 12, ხო? 12 იქნება x%. და უნდა ვიპოვოთ 12 რამდენი პროცენტი იქნება. ეს მარტივი პროპორციით შეგვიძლია გავაკეთოთ. 40 თუ არის 100%, ხო? 1 იქნება რამდენი პროცენტი? 100 გაყოფილი 40-ზე. ანუ რადგან რაოდენობა 40 ჯერ შევამცირეთ, პროცენტიც შემცირდება 40 ჯერ. შესაბამისად, 1 თუ არის 100 შეფარდებული 40-თან, მოდი ეს გავამარტივოთ. 0-ზე შევკვეცოთ. 10 მეოთხედი, 10 მეოთხედი, პროცენტი კიდე 2-ზე შევკვეცოთ, იქნება 5 მეორეთი. ანუ 1 ადამიანი ყოფილა 5 მეორეთი პროცენტი. 12 ადამიანი რამდენი იქნება? 5 მეორეთი უნდა გავამრავლოთ 12-ზე, რადგან 12 ჯერ მეტია. 1 12 1-ზე. 12 რო გავამრავლოთ 5 მეორეთზე, 12 უნდა შევკვეცოთ ნიშნელთან. 2 გავყოთ 2-ზე არის 1, 12 გავყოთ 2-ზე არის 6. 6 ჯერ 5 არის 30. ანუ გამოვიდა 30%-მა ვერ ჩააბარა. პასუხი არის E. ანუ 40 თუ 100% გამოვიდა, 12 გამოვიდა 30%. ეს შეგვიძლია ასევე გაგვეკეთებინა განტოლების ამოხსნის გზით. ანუ წერთ ისევ პროპორციას, 40 არის 100%, 12 არის x%. როცა გვაქვს პირდაპირი პროპორცია, ანუ რაც მეტია ხალხთა რაოდენობა, პროცენტის შესაბამისად იზრდება. ანუ არის პირდაპირი პროპორცია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჯვარედინი ნამრავლი გავუტოლოთ ერთმანეთს. ანუ დავწერდით ასეთ რაღაცას. 40x უდრის 12 ჯერ 100. x უდრის 12 ჯერ 100 არის 1200. 1200 გაყოფილი 40-ზე, რაც არის ისევ 30. ნომერი 14. ავტომობილმა ორ პუნქტს შორის მანძილი მუდმივი სიდიდის სიჩქარით გაიარა. ნახაზზე მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში გამოსახულია მოძრაობის ამ პროცესში ავტომობილის მიერ გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. ამ გრაფიკის ერთი ბოლო კოორდინატთა სისტემის სათავეა, მეორე ბოლო კი A წერტილია, რომლის კოორდინატები ნახაზზეა მითითებული. იპოვეთ მანძილი, იპოვეთ ავტომობილის სიჩქარე. ანუ ჰორიზონტალურ ღერძზე გვაქვს დრო წუთებში გადანომრილი, ვერტიკალურ ღერძზე გვაქვს მანძილი კილომეტრებში ათვლილი. A წერტილის კოორდინატი არის 10 და 12. 10 ნიშნავს ჰორიზონტალურ ღერძზე კოორდინატს, 12 ნიშნავს ვერტიკალურ ღერძზე კოორდინატს. 10 და 12. ანუ ავტომობილმა 10 წუთში გაიარა 12 კილომეტრი. ამ გრაფიკიდან შეგვიძლია წავიკითხოთ ასე. ანუ 10 წუთი გაიარა 12 კილომეტრი. პასუხები გვიწერია კილომეტრ საათებში. ამიტომ 1 საათში გავლილი მანძილი უნდა ვიპოვოთ. 10 წუთში თუ
12 კილომეტრი გაიარა 1 საათში, ანუ 60 წუთში რამდენ კილომეტრს გაივლიდა? 60 წუთში გაივლიდა 6-ჯერ მეტ კილომეტრს, იმიტომ რომ რაც მეტ დროს დავდივართ, მით მეტრს სიჩქარეს მანძილს გავივლით უბრალოდ. ანუ რამდენჯერაც მეტი დრო ვიმოძრავებთ მუდმივი სიჩქარით, იმდენჯერ მეტ მანძილს გავივლით. ანუ 12 უნდა გავამრავლოთ 6-ზე. 12 ჯერ 6 არის 72 კილომეტრი. ანუ 1 საათში გაგვივლია 72 კილომეტრი. ანუ იგივე 72 კილომეტრ საათით მოვძრაობთ. პასუხი არის B. ნომერი 15. ნახაზზე გამოსახულია OXY მართკუთხა კოორდინატთა სისტემა და წრეწირი ცენტრით A წერტილში, რომელიც ეხება კოორდინატთა სისტემის OY ღერძს. A წერტილის კოორდინატები X და Y რიცხვები. იხილეთ ნახაზს. განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა X და Y კოორდინატების შესახებ. მე პირდაპირ კითხვა წავიკითხოთ ჯობია ხოლმე. იმისთვის რომ დავადგინოთ რამდენი ერთეულის ტოლია მოცემული წრეწირის სიგრძე და მოცემული გვაქვს ორი პირობა. X უდრის 8-ს, Y უდრის 10-ს. ახლა განვიხილოთ ჯერ მარტო პირველი პირობა. მარტო პირველი პირობით თუ დავადგენთ წრეწირის სიგრძეს. წრეწირის სიგრძე რო ვიპოვოთ, უნდა ვიცოდეთ რადიუსი. C უდრის 2πr-ს. სადაც R არის რადიუსი, P მათემატიკური მუდმივა, დაახლოებით 3.14-ია და 2 რიცხვია. ანუ 2 გამრავლებული P-ზე და გამრავლებული რადიუსი. რადიუსი არის ცენტრიდან წრეწირამდე ნებისმიერი მანძილი. ანუ ამ შემთხვევაში რადიუსი გამოდის A წერტილიდან აგერ Y წერტილამდე ამის სიგრძეც, ან A წერტილიდან აგერ თლად X-ამდე არა. X-ამდე ცოტა აკლია. ეს ორივე არის რადიუსი. X ცოტა X კოორდინატამდე მანძილი ცოტა უფრო დიდია. X ღერძამდე უფრო სწორად. განვიხილოთ ახლა პირობა. X უდრის 8-ს. ანუ ამის კოორდინატი არის 8. რაც ნიშნავს, რომ O წერტილიდან რომ მოვიდეთ X კოორდინატამდე 8 ერთეული უნდა გავიაროთ. ანუ რაც იგივეა ამ A წერტილიდან Y ღერძამდე მანძილი. ანუ ეს გამოვიდა 8 ტოლი. შესაბამისად, მარტო პირველი პირობა საკმარისია. დავაკვირდეთ ახლა მეორე პირობას. იქნებ მარტო მეორე პირობაც საკმარისია. Y კოორდინატი არისო 10 ტოლი. ანუ ეს 10 ტოლია. რას ნიშნავს? O წერტილიდან რომ მივიდეთ Y-მდე 10 ერთეული უნდა გავიაროთ. ეს ნიშნავს X A წერტილიდან X ღერძამდე რო ჩამოვიდეთ 10 ერთეული უნდა გავიაროთ. ანუ ეს 10 რადიუსის ტოლი არ არის, იმიტომ რომ აი ამ მანძილით მეტის გავლა მოგვიწევს და ეს მანძილი რამდენია არ ვიცით, რომ ზუსტად თქვათ რადიუსი რამდენია. შესაბამისად, მარტო მეორე პირობა საკმარისი არ არის. ანუ პასუხი იქნება საკმარისია პირველი პირობა, ხოლო მეორე პირობა არ არის საკმარისი. ნომერი 16. მას შემდეგ რაც წილადის მრიცხველს და მნიშვნელს ერთი და იგივე A რიცხვი მიუმატეს, მიიღეს ახალი წილადი, რომელიც თავდაპირველი წილადის ტოლი აღმოჩნდა. განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა. იმისათვის რომ ვიპოვოთ ამ წილადის მნიშვნელობა. პირველი A ნაკლებია 3-ზე, A მეტია 1-ზე. საკმარისობაზე გვაქვს ამოცანა,
ჯერ უნდა განვიხილოთ მარტო პირველი პირობა საკმარისია თუ არა ამ წილადის მნიშვნელობის აპოვნად, მერე მარტო მეორე პირობა თუ ორივე ცალ-ცალკე საკმარისია, ცალ-ცალკე ვიტყვით, თუ არც ერთი არ არის, არც ერთი არ არის ვიტყვით. მერე განვიხილავთ ორივეს ერთად და თუ ერთად იქნება, ერთად ვიტყვით. თუ არა და არც ერთი პირობა არ არის საკმარისი და პირობის დამატება იქნება საჭირო. ან უნდა ვიპოვოთ თავდაპირველი წილადის მნიშვნელობა. რას ვაკეთებთ? წილადის რიცხვს და მნიშვნელს ვუმატებთ ერთი და იგივე a რიცხვს. რო ავიღოთ ნებისმიერი წილადი, მაგალითად 1/2. 1/2-ს რო დავუმატოთ რიცხვში და მნიშვნელში რაიმე ნულისგან განსხვავებული რიცხვი. მაგალითად დავუმატოთ 3, ხო? 1-ს რო დავუმატოთ 3 და 2-ს რო დავუმატოთ 3. იქნება 4/5. ანუ თუ რაღაც დადებით რიცხვს ვუმატებთ წილადს, მივიღებთ განსხვავებულ წილადს. ანუ წილადის მნიშვნელობა არ შეიცვლება, წილადის მნიშვნელობა შეიცვლება აუცილებლად თუ დავუმატებთ რაღაც რიცხვს, ნულისგან განსხვავებულ რიცხვს. თუ თვითონ ნულს დავუმატებთ რიცხვს და მნიშვნელს, მაგ შემთხვევაში მნიშვნელობა არ შეიცვლება, ხო? მივიღებთ ისევ იგივე წილადს, იგივე მნიშვნელობით წილადს. თუ ეს რიცხვი არის 0. ოღონდ ეს წილადი იყო შემთხვევა, როცა განსხვავებული იყო 1-ისაგან. 1-ისაგან განსხვავებული წილადს თუ რიცხვში და მნიშვნელში რაიმე რიცხვს 0-ისგან განსხვავებულ რიცხვს დავუმატებთ, ნიშნულობა აუცილებლად შეიცვლება. თუ 0-ს დავუმატებთ, ნიშნულობა მაგ შემთხვევაში არ შეიცვლება. თუ წილადის მნიშვნელობა არის 1-ის ტოლი. მაგალითად 2/2 არის 1-ის ტოლი, ხო? ამ 2/2-ს რაც არ უნდა ხარ რიცხვი დავუმატოთ რიცხვში და ნიშნულში იყოს თუ გინდა 3, ისევ წილადის მნიშვნელობა არ შეიცვლება. ისევ იქნება 1-ის ტოლი, 2/2-იც და 5/5-იც 1-ის ტოლია. ანუ რა დასკვნა გამომდინარეობს აქედან? ამ წილადის მნიშვნელობა ან 1-ის ტოლია, თუ უმატებთ ეს რიცხვი არის რაღაც დადებითი რიცხვი. ანუ 0-ისგან განსხვავებული რაიმე რიცხვი. მეორე პირობაში გვიწერია ასეთი a მეტია 1-ზე. თუ a არის მეტი 1-ზე, ესე იგი ეს ამ წილადის მნიშვნელობა ყოფილა იგივურად 1-ის ტოლი. ანუ 2/2-დან 3/3-დან 4/4-დან 5/5. ანუ მარტო პირველი პირობა საკმარისია. უпростоრად მეორე პირობა. ახლა რო შევხედოთ მარტო პირველ პირობას. a რიცხვიო ნაკლებია 3-ზე. რადგან 3-ზე ნაკლებია, ეს a რიცხვი შეიძლება იყოს 0-იც. რადგან 0 შეიძლება იყოს, 0 რო დავუმატოთ ნებისმიერი წილადის რიცხვს და მნიშვნელს, ნიშნულობა ამის არ შეიცვლება. ამიტომ მარტო პირველი პირობით ვერ გავიგებთ ამ წილადის მნიშვნელობას. მარტო მეორე პირობა საკმარისია. იმიტომ რომ რადგან a მეტია 1-ზე, ესე იგი 0-ისგან განსხვავებული რიცხვია, თუ 0-ისგან განსხვავებული რიცხვია, ეს წილადი ყოფილა იგივურად 1-ის ტოლი. სხვა შემთხვევაში ნიშნულობა აუცილებლად შეგვეცვლებოდა. ანუ პასუხი იქნება B. საკმარისია მეორე პირობა, ხოლო პირველი პირობა არ არის საკმარისი. ნომერი 17. სწორხაზოვანი გზის საწყისი და ბოლო პუნქტებიდან ამ გზაზე ერთდროულად ერთმანეთის შემხედრი მიმართულებით მოძრაობა დაიწყო ავტომობილმა და ავტობუსმა. ავტომობილი მოძრაობდა მუდმივი 60 კm/სთ სიჩქარით.
ხოლო ავტობუსი მუდმივი 40 კმ/სთ-ის სიჩქარით. ცნობილია, რომ მოძრაობის დაწყებიდან 1 საათში აღნიშნულ გზაზე მოძრავ ავტომობილსა და ავტობუსს შორის მანძილი 10 კმ-ის ტოლი იყო. განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა. იმისათვის, რომ დავადგინოთ რა სიგრძისაა აღნიშნული გზა, პირველი პირობა გვაქვს ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს მოძრაობის დაწყებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში შეხვდა. მეორე პირობა გვაქვს ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს მოძრაობის დაწყებიდან 0.5-ზე მეტ დროში შეხვდა. 0.5 საათზე მეტ დროში შეხვდა. მოდი ჯერ პირობები არ გვინდა. პირობების გარდა ზოგადი მოცემულობიდან ვიმშელოთ. სწორხაზოვან გზაზე მოძრაობდა ავტომობილი და ავტობუსი. და მოძრაობის დაწყებიდან 1 საათში მათ შორის მანძილი აღმოჩნდა 10 კმ-ის ტოლი. ანუ როგორ შეიძლება მოხდარიყო ეს? A პუნქტი, B პუნქტი. ერთდროულად გამოვიდა. 1 საათში ავტომობილი გაივლიდა 60 კმ-ს, ხო? ავტობუსი გაივლიდა 40 კმ-ს. და მათ შორის მანძილი აღმოჩნდა 10 კმ. რადგან შეხვედრის დროზე ლაპარაკობენ, შეხვედრის დრო როგორ გამოვთვალოთ? ამ შემთხვევაში A და B პუნქტ შორის მანძილი მთლიანად გამოვიდოდა რამდენი? 70 კმ. დრო არის მანძილი უნდა გავყოთ სიჩქარეზე. რადგან ერთი 60 კმ/სთ-ის სიჩქარით მოდის და მეორე 40 კმ/სთ-ის სიჩქარით, ამათი შემხედრი მიმართულებებით არიან და შემხედრი მიმართულებების დროს სიჩქარეები იკრიბება. ანუ ერთმანეთს უახლოვდებიან 100 კმ/სთ-ის სიჩქარით. მანძილი, ანუ სიჩქარე ვიცით რომ არის 100 კმ/სთ. ნიშნულში დავწეროთ 100. მანძილი 70-ად დავწერეთ. მანძილი არის ამათი ჯამი, ხო? 60 პლუს 10 და პლუს 40. მანძილი არის 100. 100 კილომეტრი. ანუ 100 უნდა გავყოთ 100-ზე. 100 გაყოფილი 100-ზე არის 1.1. 1.1 საათი. ანუ ამ შემთხვევაში თუ ასეთი სიტუაცია გვაქვს, დრო დაგვჭირდებოდა 1 საათზე მეტი, 1.1 საათი. ახლა შეიძლება ასეთი სიტუაცია არა გვაქვს. გვაქვს ამ სიტუაციისგან განსხვავებული. ანუ A პუნქტი, B პუნქტი, ავტომობილმა გაიარა 1 საათში 60 კილომეტრი, ავტობუსმაც გაიარა 1 საათში 40 კილომეტრი, მაგრამ შეხვდა და გააგრძელა გზა. და მაგათ შორის მანძილი აღმოჩნდა 10 კილომეტრი. ანუ 60 აქ, 40 აქ, შუაში არის 10 კილომეტრი. ანუ რადგან შუაშია 10 კილომეტრი, ამას დავარქვათ C წერტილი, ამას დავარქვათ D წერტილი. C წერტილიდან A პუნქტამდე მანძილი დარჩება 60 მინუს 10, 50 კილომეტრი. ხოლო D წერტილიდან B წერტილამდე 40 გამოკლებული 10, ანუ 30 კილომეტრი. ანუ ამ შემთხვევაში მთლიანი გზა
110 კილომეტრის მაგივრად გამოვა 90. ისევ ვიპოვოთ დრო ამ შემთხვევაში რამდენ ხანში შეხვდებოდნენ ისინი ერთმანეთს. ისევ მანძილი უნდა გავყოთ სიჩქარეზე, ხო? მანძილი ამ შემთხვევაში არის 90 კილომეტრი. ერთმანეთს უახლოვდებიან ისევ 100 კილომეტր/საათის სიჩქარით. 90 რო 100-ზე გავყოთ არის 0.9 ხო? ანუ 0.9 საათში შეხვდნენ ერთმანეთს. ანუ ამ შემთხვევაში 1 საათზე ნაკლებ დროში შეხვდნენ, ამ შემთხვევაში 1 საათზე მეტ დროში შეხვდნენ. განვიხილოთ ახლა პირველი პირობა. უნდა დავადგინოთ მანძილი, ხო? ავტომობილმა და ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს მოძრაობის დაწყებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში შეხვდნენ. რადგან 1 საათზე ნაკლებ დროში შეხვდნენ, გვაქვს მეორე შემთხვევა. ანუ 0.9 საათში შეხვედრილან ერთმანეთს და მანძილი ამათ შორის ყოფილა 90 კილომეტრი. ანუ ეს მარტო პირველი პირობით შეგვიძლია ზუსტად თქვათ, რომ ამ ორ ქალაქ შორის მანძილი არის 90 კილომეტრი. ახლა განვიხილოთ მეორე პირობა. ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს მოძრაობის დაწყებიდან 0.5 საათზე მეტ დროში შეხვდნენ. რადგან ორივე 0.5 საათზე მეტ დროში შეხვდნენ, გვაქვს ორი შემთხვევა, ხო? ან 1.1 საათში შეხვდნენ, ან 0.9 საათში. ეს 1.1 და 0.9, 0.5-ზე ორივე მეტია. ამიტომ ამ პირობიდან ვერ ავარჩევთ, რომელი უნდა დავტოვოთ. პირველი შემთხვევა უნდა დავტოვოთ თუ მეორე შემთხვევა. ანუ შეიძლება ამ ორ ქალაქ შორის ამ შემთხვევაში 110 კილომეტრიც გამოვიდეს და 90 კილომეტრიც. ამიტომ ეს მეორე პირობა საკმარისი არ არის. პასუხი იქნება საკმარისია პირველი პირობა, ხოლო მეორე პირობა არ არის საკმარისი. ნომერი 18. გვაქვს 2a და b5 და 12 ბურთი, რომელთაგან 5 თეთრია, 7 კი წითელი. ამ ბურთებიდან რამდენიმე მოთავსებულია a ყუთში, დანარჩენი კი b ყუთში. მათ შესახებ მოცემულია წინადადება, რომელშიც გამოტოვებულია 2 ფრაგმენტი. თუ მაშინ შემდეგი 3 ფრაგმენტიდან a ყუთში 1 წითელი ბურთი მაინცაა, b ყუთში 7-ზე ნაკლები ბურთია, ესა მეორე წინადადება. მესამე წინადადება a ყუთში 7-ზე ნაკლები ბურთია. ამ 3 წინადადებიდან არჩით 2 ფრაგმენტი და ჩასვით ისინი გამოტოვებულ ადგილებზე, ისე რომ მიღებული წინადადება ჭეშმარიტი აღმოჩნდეს. ანუ მივყვეთ პასუხებში როგორც წერია ისე. ანუ თუ პირველი პირობა სწორია, მაშინ გამომდინარეობს, რომ მეორე პირობა არისო დასკვნა. და ვნახოთ ახლა ეს. წავიკითხოთ პირველი პირობა. ანუ თუ a ყუთში 1 წითელი ბურთულა მაინცაა, ანუ a ყუთში ვიცით რომ 1 წითელია. მაშინ b ყუთში 7-ზე ნაკლები ბურთულაა. ნუ ეგ ამ პირობიდან არ გამომდინარეობს, იმიტომ რომ a ყუთში მაგალითად 2 წითელი ბურთულაა, დანარჩენი გადავდოთ b ყუთში. b ყუთში იყოს 5 წითელი და 5 თეთრი, ხო? და 5 თეთრი. ანუ ამ შემთხვევაში b ყუთში 10 ბურთულა გამოდის. და ანუ პირველი პირობიდან მეორე პირობა არ გამომდინარეობს, ეს არასწორია. გადავიდეთ მეორე პირობის შემოწმებაზე. მეორე პირობაში რა არის? b-ში მეორედან გამომდინარეობსო პირველი. დავაკვირდეთ ახლა.
B5-ში 7-ზე ნაკლები ბურთია, მაშინ A5-ში 1 წითელი ბურთი მაინცა. AB. ანუ ვიცით რომ B5-ში 7-ზე ნაკლები ბურთია. ანუ 6 ბურთია. მოდი ეს 6-ვე ბურთი იყოს წითელი. რადგან 6-ვე ბურთი წითელია, A5-ში 1 მაინც წითელი ბურთი აღმოჩნდება. 1 წითელი აუცილებლად აღმოჩნდება, იმიტომ რომ 6-ვე წითელი რო B5-ში ჩავდოთ, A5-ში 1 წითელი მაინც აღმოჩნდება. ამიტომ ეს პირობა არის სწორი. და პასუხი იქნება B. ანუ თუ B5-ში 7-ზე ნაკლები ბურთია, ესე იგი A5-ში 1 წითელი ბურთი მაინც აღმოჩნდება. რადგან 7-ზე ნაკლებია 6 ბურთი მაქსიმუმი შეგვიძლია ჩავალაგოთ და ეს ყველა წითელი რო იყოს, 1 მაინც აღმოჩნდება A5-ში. შეიძლება ყველა წითელი არ იყოს და 1-ზე მეტი აღმოჩნდება ამ შემთხვევაში A5-ში. ნუ სხვა პირობები ცხადია აღარ გამომდინარეობს. ნომერი 19. პარალელოგრამის გვერდების სიგრძეებია A სანტიმეტრი და B სანტიმეტრი. ხოლო A სანტიმეტრის სიგრძის გვერდზე დაშვებული სიმაღლე H სანტიმეტრის ტოლია. იხილეთ ნახას. შემდეგი 4 პირობიდან, რომელი ორია საკმარისი ამ პარალელოგრამის ფართობის დასადგენად. პარალელოგრამის ფართობი რო ვიპოვოთ, გვერდი უნდა გავამრავლოთ მასზე დაშვებულ სიმაღლეზე. ანუ S-ი უდრის A გამრავლებული H-ზე. ანუ ვეჯდებთ A-სა და H-ის ნამრავლს. მოდი პასუხების მიხედვით მივყვეთ. ამ შემთხვევაში გვეუბნები არის, ანუ პირველი და მეორე პირობა ერთად საკმარისია, ანუ A-H-ის საპონდელად. პირველ პირობაში გვიწერია 3B უდრისო 5H-ს და მეორე პირობაში გვიწერია, რომ BH-ი უდრის 15-ს. ამ პირობას არც განვიხილავთ, იმიტომ რომ ამ პირობაში, ამ ორ პირობაში A საერთოდ არ ურევია. ამიტომ ეს ორი პირობა საკმარისი ვერანაირად ვერ იქნება. ფართობის დასადგენად. გადავიდეთ B-ზე. პირველი და მესამე პირობები ერთად. პირველი და მესამე. აქ ვიცით რა ვიცით? AB უდრის 60 და 3B უდრის 5H-ს. მოდი მეორე პირობიდან B გამსაზღვროთ. ანუ აქედან B უდრის 5H-ი შეფარდებული 3-თან. ანუ ეს ორივე მხარე გავყავით 3-ზე. ეს პირობა ან B-სგან მარტება შევიტანოთ AB უდრის 60-ში. AB უდრის 60, ან B-ს მაგივრად ჩავსვათ 5H მესამედი. ანუ A გამრავლებული 5H მესამედზე უდრის 60. მოდი გავამრავლოთ ორივე მხარეს 3-ზე. A5H-ი უდრის 60 გამრავლებული 3-ზე. ანუ 5AH-ი უდრის 180. და აქედან AH-ი ახლა ორივე მხარე გავყოთ 5-ზე. 180 შეფარდებული 5-თან. 180 რო 5-ზე გავყოთ არის 36. ანუ AH-ი გამოვიდა 36. ანუ ფართობი გამოვიდა 36. ანუ მარტო პირველი და მესამე პირობები საკმარისია ფართობის დასადგენად. ნუ სხვებს აღარც განვიხილავთ, იმიტომ რომ
ესენიც აღარ იქნება საკმარისი.